მასალა გამსხმას მე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტულად მე გამიცადე ელემენტარულად შემხვდება ბატონ მინისტრთან ერთად და დანარჩენს იქ ვილაპარაკებ. მე ვტოვებ ამ სხდომას პირადად. და მე ვიბრძოლებ იქამდე სანამ პირში სულები გამას ვამბობ და მივახცევ. ეს არ არის რატო იღებს სოციალური მინისტრი პასუხისგებლობას თუნდაც 200 ლარიან ქირებზე და დღეს რომ გახდა 300 ლარი. მე არც 300 მინდა, არც 5000 არ მინდა. მე მინდა ელემენტარული მუდმივამდე დროებითი მუდმივამდე მაინც სანამ რაღაცა იქნება. და ელემენტარული დენს ვითხოვდი იმ შენობაში. ეს არ მოხდა. გავაგებინებ პასუხს, რისი მინისტრია ეს? ეს უნდა გადადგეს აქ. ჩვენ ვაგრძელებთ შიმშილობას, ხვალ დაველობდებით ბატონ პრემიერ-მინისტრს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ერთბაშად, თუ არა და მე არავის არ ვეფერებით, იმიტომ რომ ყველა ჩვენი ოჯახები გვირჩევნია ყველას და ყველა წინააღმდეგ ალბათ ავიმაღლებთ ხმას. განხორციელდა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ოჯახების გარკვეული რაოდენობის ბინისქირით უზრუნველყოფას მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ამ პროგრამაში კვალიფიცირდა დაახლოებით 1200 ოჯახი, საიდანაც 700-ზე მეტ ოჯახს უკვე გადარიცხული აქვს პირველი თვის ბინისქირის ოდენობა 200 ლარის ოდენობით. ყველა ის დანარჩენი მოთხოვნა, რომელსაც აყენებენ ეს პიროვნებები, ეს შეეხება დენით უზრუნველყოფას თუ ფართების დაკანონებას, სცილდება ჯანათვის სამინისტროს